გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. რა როლი ექნება კვარაცხელიას პარიზულ კლუბში და რა კომენტარი გააკეთეს ნაპოლიში ხუჩას ტრანსფერის შემდეგ. როდის დაუბრუნდება ჩაკვეტაძე მოედანს? შეიცვლის თუ არა ქოჩოლაშვილი კლუბს? ვიდეოს დაწყებამდე კითხონა მაქვს, რომ დამიფასოთ შრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. მე კი ყველას მადლობას გიხდით 80,000 გამომწერისთვის. ერთი გამოწერით არხს განვითარებაში ძალიან ეხმარებით. ამიტომ თუ ჯერ კიდევ არ ხარ არხის გამომწერი, ახლა იდეალური დროა. მადლობა მეგობარა თუ ამ წამს ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. დარჩება თუ არა ქოჩოლაშვილი, ლევანტეს მწვრთნელის კომენტარი. ლევანტეს თავკაცმა ხუან კალერომ გიორგი ქოჩოლაშვილის შესახებ ისაუბრა. ქოჩოლას წასვლის შესახებ მრავალი ინფორმაცია ვრცელდება. ამასთან დაკავშირებით კი ესპანელი თავკაცის შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. სატრანსფერო ბაზარი არაპროგნოზირებადია, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ქოჩოლაშვილი ლევანტეში დარჩება. თუ გსურს ლა ლიგაში აღზევება, მისი დონის მოთამაშეები აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ არის დრო და შესაძლოა მოვიდეს კლუბი, რომელიც გიორგის სანაცვლოდ თანხას გადაიხდის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გიორგი დარჩება. ქართველი ნახევარმცველი ნამდვილი პროფესიონალია, რომელიც მომავალში დიდ წარმატებას მიაღწევს. განაცხადა ლევანტეს თავკაცმა. გოგლიჩიძის ახალი მსურველი, მილანს და იუვენტუს კონკურენტი გამოუჩნდა. ემპოლი ჩანელის ინფორმაციით, საბა გოგლიჩიძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა. ეს კლუბი კი ბერგამოს ატალანტაა. ატალანტას ცენტრალურმა მცველმა უდილონ კოსონუ მძიმე ტრავმა მიიღო. ამიტომ ბერგამოული კლუბი მისი შემცვლელი ძიებაშია. ატალანტას თავკაცი გამოცდილი სპეციალისტი ჯან პიერო გასპერინია. გუნდი კი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, თუმცა ბოლო პერიოდში არასტაბილურად გამოდის. სერიაში კი მათ 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ. შეგახსენებთ, რომ გოგლიჩიძის შეძენით მილანი და იუვენტუსი ინტერესდებიან, მაგრამ როგორც ჩანს ატალანტა მათ სერიოზულ კონკურენციას გაუწევს. მე კი გეტყვით იმასაც, რომ ტრანსფერმარკეტის მონაცემებით ზაფხულში მისი სატრანსფერო თანხა 400,000 ევრო იყო. ახლა კი ეს თანხა 8 მილიონს შეადგენს. ბევრი სამუშაო გვაქვს. მიქაუტაძის იმედგაცრუება. ალექსანდრ ლაკაზეტის ტრავმის ფონზე ლიონის ქართველ ფორვარდს გიორგი მიქაუტაძეს 19 იანვარს თავის გამოჩენის ბრწყინვალე შანსი მიეცადა ტულუზასთან მე-18 ტურის შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, მაგრამ ოლიმპიკმა შინაურ კედლებში გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა. 24 წლის ქართველმა ფორვარდმა კი თამაშის მეორე დღეს საინტერესო კომენტარი გააკეთა. 4 შაბათს გამართული საათასო მატჩისგან განსხვავებით, სადაც სენსაციურად დავმარცხდით, ამჯერად ბევრი ვიბრძოლეთ. ორთა ბრძოლებში მონაწილეობდით, მოვიგეთ საკმარისე მეტი დუელი, მაგრამ გოლის გასატანად ბოლო პასის სიზუსტე გვაკლდებოდა. გამარჯვების გზას გვინდა დავუბრუნდეთ, თუმცა საამისოდ ბევრი მუშაობა მოგვიწევს. გსურდა მოგვეგო და გაგვეხარებინა ჩვენი გულშემატკივრები, რომლებიც ტრადიციულად ჩვენს გვერდით იდგნენ, მაგრამ ამჯერადაც არაფერი გამოვიდა და მომდევნო თამაშებმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. განაცხადა მიქაუტაძე. მე კი გეტყვით, რომ გიორგის მიერ ნახსენები მომდევნო მატჩში ჩატარება ლიონს 23 იანვარს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში ჟოზე მაურინიოს ფენერბაჰჩესთან მოუწევს. ჩაკვეტაძის ტრავმა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზულია არ აღმოჩნდა და ქართველი შემტევი მოედანს დღევანდელ შეხვედრაში დაუბრუნდება. ბოტფორდის თავკაცმა ტომ კლევერლიმ ბრიტანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ გამოკვლევების ჩატარების შემდეგ გამოჩნდა, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. გიორგის ფეხზე სკანირება ჩაუტარდა და შედეგები ნამდვილად დადებითი იყო. ის მოედანს დიდი ალბათობით ხვალ დაუბრუნდება, განაცხადა კლევერლიმ ბრიტანულ მედიასთან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ ბოტფორდის ბოლო ტურის მატჩი გამოტოვა, რომელიც მისმა გუნდმა დერბისთან სტუმრად 0-2 მოიგო. ჟურნალისტებმა კი კლევერლის ჩაკვეტაძის შემცვლელზე კითხეს, რაზეც მან შემდეგი კომენტარი გააკეთა. ბიჭებმა ყველაფერი კარგად გააკეთეს, რომ ისი არ ყოფნა არ შეგვტყობოდა. გამოჩნდა, რომ როდესაც გიორგი არ არის ან როტაცია დასჭირდება, კარგი ვარიანტები გვაქვს. მაგრამ მოდი ნუ ვიკამათებთ. გიორგისთან ერთად ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ და ლიგაში ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მიხარია, რომ ისმა გამოკვლევებმა დადებითი პასუხი აჩვენა, განაცხადა ბოტფორდის თავკაცმა. მე კი გეტყვით იმასაც, რომ გიორგი ჩაკვეტაძე მიმდინარე სეზონში ბოტფორდის ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გასულ უქმეებზე ტრავმის გამო პირველად ვერ ითამაშა. რა როლი ექნება ხუჩას PSG-ში? როდის შედგება მისი დებიუტი და როგორ ეხმაურებიან ხუჩას ტრანსფერს ნაპოლიში? როგორც მოგეხსენებათ, ხუჩა კვარაცხელიამ PSG-ს ფორმა უკვე მოირგო და ამ ტრანსფერს დიდი გამოხმაურებაც მოხვა. კვარაცხელიას PSG-ში ტრანსფერის შემდეგ კი ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. მაგალითად, თუ რა როლი ექნება ქართველს ამ კლუბში და ვის ნაცვლად ითამაშებს. ამასთან დაკავშირებით კი საინტერესო სტატიას ავტორიტეტული გამოცემა Goal.com გვთავაზობს, სადაც ამ ტრანსფერთან დაკავშირებით დეტალური ანალიზია გაკეთებული. იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი Paris Saint-Germain-ს ეკუთვნის, რომელიც კვარაცხელიას უკვე მიესალმა, თუმცა პარიზში მის პოზიციაზე უკვე ბარკოლა. ერთის მხრივ ნაპოლის მისი შემცვლელის მოძებნა და სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა მოუწევს, ხოლო საპირისპიროდ Paris Saint-Germain-ში ლუის ენრიკეს სულ სხვა პრობლემა ექნება. ესპანელ სპეციალისტს ყოველთვის ჰქონდა ბევრი არჩევანი და ამ სიას ხუჩაც დაემატა. ამიტომ ჩნდება კითხვა, იპოვის კვარაცხელია თავის ადგილს პარიზში თუ სათადარიგოთა სკამზე დაჯდომის რისკი არსებობს. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია ის უზარმაზარი ხარჯი, რომელიც PSG-მ კვარაცხელია
შესაძენად გაიღო. როგორც უკვე მოგეხსენებათ, ტრანსფერის 70 მილიონი დაჯდა, მაგრამ ბონუსები ჩათვლით კიდევ 5 მილიონი ევრო დაემატება. ასეთი ტრანსფერი განსაკუთრებით იანვარში იმის ფიქრის საფუძველს გვაძლევს, რომ 2001 წელს დაბადებული ქართველი პარი სენ-ჟერმენის ძირითადი შემადგენლობის წევრი იქნება. მაგრამ თუ ხვიჩა ნაპოლის უპირობო ლიდერი და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, აქ ცოტა სხვა სიტუაცია იქნება, რადგან ფრანგულ გიგანტში გაცილებით დიდი კონკურენცია. კვარაცხელიას ნომერ პირველი კონკურენტი ბრედლი ბარკოლა, 2002 წელს დაბადებული ფრანგი ვარსკვლავი, რომელიც სულ უფრო მეტად იდგამს ფესვებს პარიზელების ახალ პროექტში. ბარკოლა თამაშობს იგივე როლს, როგორც ხვიჩას ნაპოლიში მარცხენა ფლანგზე ჰქონდა. ასევე ფრანგს სტატისტიკაც უკეთესი აქვს, 26 მატჩში 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემა. რა თქმა უნდა, გასარკვევია შეეცდება თუ არა ლუის ენრიკე ალტერნატიული გადაწყვეტილებების პოვნას და მათ ძირითად შემადგენლობაში ერთად დაყენებას. მარჯვენა ფლანგიდან ესპანელ თავკაც დემბელეს იმედი უნდა ჰქონდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში მას რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს. ამიტომ წინ საინტერესო მოვლენები გველოდება, წერია Goal.com-ის სტატიაში. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, კვარაცხელია PSG-ს უმნიშვნელოვანესი ფიგურა იქნება, რადგან ამ ტრანსფერს ლუის ენრიკე დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ პარიზულ კლუბს ხვიჩას გარდა ორი ვარიანტი ჰქონდა. ეს კი რაშფორდი და რაფა ლეაუ გახდათ, მაგრამ ლუის ენრიკემ ორივე ტრანსფერი უარით გაისტუმრა და მხოლოდ ხვიჩას ტრანსფერს ითხოვდა. საბოლოო ჯამში კი ტრანსფერი შედგა და ქართველი ფეხბურთელი თავისი საყვარელი 7 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. დავძენ იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ კვარაცხელიას ტრანსფერი ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამაც შეაფასა, რომელიც დეტალურად შემდეგ კომენტარს აკეთებს. იანვარში სატრანსფერო ბაზარი ნამდვილად რთულია, განსაკუთრებით ხვიჩას წასვლის შემდეგ, რადგან ჩვენგან ახალ ფეხბურთელს ელოდებიან. ყავს გუნდი, რომელიც ამოცანას ასრულებს. ვიცით, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი წავიდა, ამიტომ ჩვენ ამის გამოსასწორებლად აქტიურად მუშაობთ. რაც შეეხება კვარაცხელიას კონტრაქტს, ჩვენ ამაზე ვმუშაობდით, რაც ძალიან რთული იყო, რადგან ფეხბურთელის მოლოდინები ჩვენს პარამეტრებს აჭარბებდა. გასულ თვეებში მუშაობდით, მაგრამ ვერ მოახერხეთ კონტრაქტის განახლება. ჩვენაერი კლუბისთვის მისი გაშვება გარდაუვალი გახდა. ფეხბურთელს წასვლა სურდა, რაც საბოლოო ჯამში დავაკმაყოფილეთ. კვარაცხელია კარგი ფეხბურთელია, მაგრამ წარსულშიც წავიდნენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, ამიტომ ჩვენ ძალიან მშვიდად ვართ, განაცხადა ჯოვანი მანა. ამასთან ერთად გეტყვით, რომ ნაპოლი კვარაცხელია შემცვლელად მანჩესტერ იუნაიტედის შემტევს ალეხანდრო გარნაჩოს განიხილავს. ტუტო სპორტის ინფორმაციით იტალიურმა კლუბმა შეთავაზება უკვე გააკეთა და მანჩესტერს 55 მილიონ ევროს თავაზობს. ანტონიო კონტე კი ყველაფერს იზავს, რათა ეს ფეხბურთელი დაიმატოს. რაც შეეხება კვარაცხელიას დებიუტს და მოახლოებულ შეხვედრას, უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ ხვიჩას ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგაზე თამაში არ შეუძლია, რადგან ჩემპიონთა ლიგის წესების თანახმად ამ ლიგაზე მოთამაშე კლუბებს შეუძლიათ მხოლოდ იმ მოთამაშეების გამოყვანა, რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ UEFA-ში საწყისი ფაზის 3 სექტემბრამდე. ეს ნიშნავს, რომ კვარაცხელია მანჩესტერ სიტისთან და შტუტგარტთან შეხვედრებს გამოტოვებს. ხოლო თუ კლუბი ნოკაუტ ეტაპს მიაღწევს, საშუალება ექნებათ, რომ დაარეგისტრირონ მაქსიმუმ 3 ახალი მოთამაშე. ამ ეტაპზე კი ფრანგული კლუბი გათამაშების ხილში 25 პოზიციას იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგები პლეი-ოფის ზონის მიღმა არიან. ამიტომ ის ხარ დაგვშენია, რომ გულშემატკივრობთ პარიზულ კლუბს. PSG კი ჩემპიონთა ლიგაზე შეხვედრას ხვალ მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება კვარაცხელიას დებიუტს, ქართველის დებიუტი ახალ გუნდში 25 იანვარს რეიმსის წინააღმდეგ შედგება. შესაბამისად, ამ დღეს პარკ დე ფრანსზე შეკრებილი აუდიტორია პირველად იხილავს კვარაცხელიას საკუთარი გუნდის მაისურით. PSG კვარაცხელიას შემდეგ კიდევ ერთ ტრანსფერს ამზადებს. მადრიდის რეალს ახალი მწვრთნელი ეყოლება, სად გააგრძელებს ნეიმარი კარიერას. ვიდეოს საინტერესო ინფორმაციებით ვაგრძელებთ, ამიტომ არ დაიზარო ვიდეოს მოწონება. მე კი შემდეგ ვიდეოზე მუშაობას ძალიან მალე დავიწყებ. სანტოში დაბრუნებასთან ძალიან ახლოს, რა აფერხებს ნეიმარს. საუდის არაბეთის ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილისთვის ალ-ჰილალმა ნეიმარი განაცხადში არ შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავის იმედი აღარ აქვთ და მისი გაშვება გადაწყვეტილი ამბავია. სამხრეთ ამერიკელ საუდის არაბეთის კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში უსრულდება და გამომდინარე იქიდან, რომ მის მშობლიურ გუნდს ტრანსფერის გამოსყიდვის საშუალება არ აქვს, მისი სანტოში ჯარით დაბრუნების ვარიანტი განიხილება. თუმცა თავად ფეხბურთელს ერთი და მისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი აფერხებს. კერძოდ თუ ის ალ-ჰილალთან კონტრაქტს ნაადრევად შეწყვეტს, დაკარგავს 65 მილიონ ევროს, რომელიც ხელფასის სახით უნდა მიეღო და არც უსამხელა ფინანსური ზარალის მიღება. მაგრამ ამავდროულად არის სპორტული მხარეც და მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც ბრაზილიის ნაკრებისთვის ნეიმარის ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. შესაბამისად, ახლა ნეიმარი დიდი არჩევნის წინაშეა. გადაწყვეტილება არ შეიცვლება. მადრიდის რეალს ახალი მწვრთნელი ეყოლება. ბოლო პერიოდში მადრიდის რეალის რამდენიმე
სამარცხვინო წაგების შემდეგ აქტიურად იწერებოდა, რომ კარლო ანჩელოტი მადრიდის რეალს დატოვებდა. ხოლო სულ ცოტა ხნის წინ ესპანურმა გამოცემებმა მეტად საინტერესო ინფორმაცია გავრცელეს, საიდანაც ვიგებთ, რომ თავად ანჩელოტიმ რეალის დატოვება გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით არ აქვს მნიშვნელობა თუ რა შედეგს დააფიქსირებს მადრიდული გრანდი სეზონის ბოლოს. 65 წლის სპეციალისტი სეზონის დასრულების შემდეგ კლუბიდან წავა, მაგრამ რა თქმა უნდა ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ ჩაანაცვლებს ლეგენდარულ იტალიელს. თუმცა ფაბრისიო რომანოს ინფორმაციით მადრიდული კლუბი ყველაზე აქტიურად ხაბი ალონსოს კანდიდატურას განიხილავს. შესაბამისად სეზონის ბოლოს არსებობს დიდი შანსი, რომ რეალის თავკაცად სწორედ ესპანელი სპეციალისტი მოგვევლინოს. კვარაცხელიას ტრანსფერით არაფერი მთავრდება. PSG აქტიურობას განაგრძობს. ნასერ ალ-ხელაიფის მიერ პარის სენ-ჟერმენის აქციათა საკონტროლო პაკეტის შეძენის შემდეგ ეს გუნდი ლამის ყველა სატრანსფერო ბაზარზე უზომოდ აქტიურია და რა თქმა უნდა ტრადიცია ამჯერადაც გრძელდება. ფუტმერკატოს ცნობით პარიზელები კვარაცხელიას დამატებით არ შემოიფარგლებიან და იანვარში კიდევ ერთი ფეხბურთელით გაძლიერდებიან. კვარაცხელიას შეტევის გაძლიერებისთვის უდავოდ კარგი დივიდენდია, თუმცა ლუის ენრიკეს სხვა საფიქრალიც ბევრი აქვს. ფაბიან რუისი ძველებურ დონეზე აშკარად ვეღარ გამოიყურება. ამასთან უორენ ზაირ ემერიც არადამაჯერებელია. ამ ყველაფრის ფონზე კი პარიზელთა სპორტული დირექტორი ლუის კამპოში უახლოეს დღეებში გერმანიაში უნდა გაფრინდეს და შტუტგარტთან ანჯელო შტილერის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წამოიწყოს. ამ ფეხბურთელს კი შტუტგარტი 30 მილიონ ევროთ აფასებს. ამიტომ კვარაცხელიას შემდეგ პარიზულმა კლუბმა შესაძლო ანჯელო შტილერი დაიმატოს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.